რეჟისორი აჰმედ ქათიქზიძე. შავი ფული და სიყვარული. სად მოვედით? ეს ვისი სახლია? დედა ჩემის. დედა. გამარჯობა, შვილო. გამარჯობა. ნახე ვინ მოვიყვანა? მოდი, მოდი. გამარჯობა. როგორ ხარ? ძალიან გამახარე. ძალიან. მოდით, დასხედით. შვილო, არ ვიცოდი ასეთი ლამაზი თუ იყო. დასხედით, დასხედით. დედა, შენ შეამოწმე ხომ ყველაფერი რიგზეა, მანამდე ჩვენ ვილაპარაკებთ. კარგი შვილო. დაჯექე. არც კი ვიცი რა ვთქვა. არ მეგონა აქ თუ მომიყვანდი. მართლაც სიურპრიზია. თავარი სიურპრიზი წინაა. შენ იმის გეშინია რომ მარტო დარჩი. სულ გეუბნები შენ გვერდით ვარ მეთქი, მაგრამ თავს მაინც მარტო სულად გრძნობ. მართალი ხარ? თუ შენ ცხოვრებაში ვარსებობ, მაშინ ერთად უნდა ვიყოთ. არ მესმის რას გულისხმობ. იმას რომ ჩემი ოჯახი, შენი ოჯახი იყოს. დედა ჩემი, დედა შენი. მინდა ერთად ვიცხოვროთ. ახლა გვარს ვერ მოგცემ, მაგრამ მინდა დარწმუნდე რომ ძალიან მიყვარხარ. მომისმენე. ხოჯა აქ არის. თუ გინდა დაგვაქორწინებს. ალაჰის წინაშე ცოლქმარი ვიქნებით. ბუსე. ბუსე, შვილო. გისმენ დედა. იმ დღეს პოლიციელმა სავიზიტო ბარათი რომ დამიტოვა აგდავდე. სად გაქრა? მე რა ვიცი დედა. სად უნდა იყოს? დავპირდი, რამე თუ გამახსენდება შეგატყობინებთ მეთქი. ომერთან ერთად მოქმედებ. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია, მაგრამ ერთმანეთს ნუ არ შევხვდებით, პრობლემები შეგვექმნება. მაგრამ ღელავ ჰუსეინ. საკუთარი თავის დარდიც მოგვს და თქვენიც. რამე ისეთი არაც არ ვიცით? არის. ის კაცი, რომელმაც თანერი მოკლა, თურმე ჩემთან მუშაობდა. ომერი მალე გაარკვევს. როგორმე მომაშორეთ. ისედაც ვცდილობთ აიარ ეფენდე. შენს გადასარჩენად შემზმას ყოველდღე ურცხვად ვატყუებ. 1000 მამაძაღლობას ჩავდივარ. ჰუსეინ, დამშვიდდე. შენ ყოველთვის ასეთი იყავი, ჰუსეინ ეფენდე. დამშვიდდე. მოვლენების დრამატიზებას ნუახდენ. მართალია ომერს აკონტროლებთ, მაგრამ თავს დაცულად არ გრძნობ. მე სხვა რამ მინდა. პრობლემის სრული მოგვარება. ეს თქვენთვისაც უკეთესი იქნება. სრულ მოგვარებაში რას გულისხმობ? ვერ ხვდები? ომერი პოლიციიდან უნდა წავიდეს. თუდროულად გაათავისუფლებთ, ვერც მე დამიჭერს და ვერც თქვენ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. ძალიან ლამაზი ხარ. ხომშია.
არა, უკვე როგორ თუ არა? აქ სასაუზმოდ მოვედით, ელიფ. თანაც აქაური კერძები იტალიურს კი არ გავს. ძალიან გემრიელია. მოგეწონება. ანიმ, ერთი წუთით. თუ შეიძლება მოგბრძანდით. გთხოვთ. როგორ ხარ? რატომ დამირეკე, ომერ? როგორც ვატყობ დღეს სინიორინა ცუდგუნებაზეა. საყვედური არ ამწდება. კარგი, გავჩუმდები. ელიფ. ჩემგან პასუხს ელოდები. გაინტერესებდა თუ გაპატიე. გაპატიე საყვარელო. ამბობენ თავმოყარეობა რომ არ გვიშლიდეს ხელს. ყველას ყველაფერს ვაპატიებდითო. მართალი ყოფილა. უპირობო სიყვარული შენგან ვისწავლე. შენგან ბევრი რამ ვისწავლე. ელიფ. სულ შენზე ვფიქრობ. შენს თვალებს. სევდიან მზერას. ნერვიულობის დროს გაბზარულ და ათრთოლებულ ხმას. ვარდისფერ ლოყებს. ვეღარ ვივიწყებ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. შევიცვალე. შენ ჩემს სულში შემოაღწია. გული სხვაგვარად ამითვრთოლე. იცი? დილა სხვაგვარად თენდება. მინდა სულ შენ გვერდით ვიყო. შენთან თავისუფალი ვარ. გრძნობას დაუფარავად გამოვხატავ. შენ უფრო თამამი იყავე. ახლაც ასეა. მოწყობილი. ჩვენთან სიყვარულის სირცხვილია. მამა ჩემმა ისე გამზარდა, არ მომფერებია. მაგრამ შენმა სიყვარულმა ამ შესანიშნავმა გრძნობამ ყველაფერი დამავიწყა. ელიფ, შენ მეღრუბლებში ფრენა მასწავლე. ასეთი ლამაზი თვალები სხვას არავის აქვს. სინორინა, როგორიც ხარ? რანაირიც ხარ? შენი სიმართლით და შეცდომებით მიყვარხარ. ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდები. შემოდი. ელიფანიმ, ვიღაც ბეი მოვიდა, თქვენ კითხულობთ. ვინ არის, სახელი არ უთქვამს? არა, ვკითხე, მაგრამ არ მითხრა. ამბობს ძალიან მნიშვნელოვანიაო. კარგი. სამი ბეი. მაპატიეთ, ასეთ დროს რომ გაწუხებთ. მოხდა რამე? ომერი ხომ კარგადაა? ხო, ომერი კარგადაა. არ იცის რომ აქ ვარ. რამე პრობლემაა? ხო, სამწუხაროდ. პრობლემა თქვენი და ომერის ურთიერთობაა. აღარ მიყვარხარ. დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა.
რა ხდება? ელი ფარმაცინება მეხუმრები? არა, არ გეხუმრები. ესე იგი? ხო. მართლა გეუბნები. აღარ მიყვარხარ. მაპატია. ტუალეტი სად არის? პირველ სართულზეა. კვერცხი მზად არის, დროზე მიირთვით, თორემ გაცივდება. რა ლამაზი მეგობარი გყოლიათ. ალლაჰმა დაგლოცოთ. ამინ. ის ჩემი ძმა არ გესმით? ჩემი ძმა. არ შემიძლია. ნებას არ მოგცემთ. ნებართვა როდის გთხოვე ჰუსეინ? მე ის ვთქვი, რაც უნდა გაკეთდეს. ნუ ჯიუტობ. არა. საქმეს ჩემს ძმასთან ერთად ვიძიებ. როცა მომინდება, მაშინ გავაჩერებ. იმიტომ ვეხმარები, რომ დამშვიდდეს. 100 ადვილი გგონია? ომერს რომ არ ვიცნობდე დაგიჯერებდი. არიცი ჰუსეინ, შენი ძმა ვირივი ჯიუტია. ვიდრე მიზანს არ მიაღწევს არ გაჩერდება. წესიერი ლაპარაკი ალი. ლაპარაკ შენ მასწავლი? ჰუსეინ, ომერი კვალში ჩაგვიდგა. აღარ მოგვეშვება. გუშინ ჩემს კაბინეტში გადაკვირით მითხრა შენნაირი პატიოსანი პოლიციელის ხელში საქმე წარმატებით დაგვირგვინდებაო. აშკარაა რომ არ მენდობა. ჩემი ძმა დიდი ხანია არ გენდობა ალი. მაგრამ მეგიცავ. გიღალატე? არ მიღალატია. ვუთხარი სანდუა. საკუთარი თავი ვითვენდობი მეთქი. მე მისმენს გასაგებია? და მიჯერებს. მხარი ხომ დაგიჭირიალე. რას ბოდავ? რა გინდა შიშის გამო ძმას ცხოვრება დავუნგრიო? გაჩერდით. საგმარისია. არ მესმის ასე რატომ ცხარობ? ჩვენ შენს დაცვასაც ვცდილობთ. თუ შენი ძმა ჩემს კვალზე გამოვა, შენს გამო გავაშკარავებს. ერთადერთი გამოსავალი მისი პოლიციიდან წასვლა. ომერი ფუნქციას დაკარგავს. საქმეს ჩამოშორდება. და ძიებაზე ხელს აიღებს. არ ჩვენ დავზარალდებით. მერე რა მოხდება? ომერს რა ეშველება? ჩემი ძმა კარგი პოლიციელია. მთელი ცხოვრება დამნაშავეებთან ბრძოლაში ალია. შენ კი რას მთავაზობ? ძმას სამსახურიდან გავუშვა და ცხოვრება მშვიდად გავაგრძელო? ამ თვირთით როგორ ვიცხოვროთ აიარბე? ჩემს ძმას ერთხელ უკვე ვუღალატე. მეორედ ნუ ღარ მომთხოვ. საკმარისია. მირჩევნია ტყვია დამახალო და დამასვენო. ელიფ, რა მოხდა არ მეტყვი? შვიდობით ომერ. ეს რას ნიშნავს ელიფ? ომერ, გთხოვ. ეს შენი უკანასკნელი სიტყვა?
ნილუფერ. მაბადია თანი მეფენდე. მეგობარს ვეძებ. ყვილად ეძებ. ჩემ გარდა აქ არავინაა. რა გაინტერესებს? კითხე და გიპასუხებ. არ ვიცი, ფათი. ძალიან დავიბენი. გონების ხმას კი არა. გულის ხმას მიხევე. ნახე. ეს გული მხოლოდ შენთვის პეთქავს. ძალიან მიყვარხარ. ცოლად გამომყევი, უარს ნუ მეტყვე. ფათი. მოწმეები მოვიდნენ. მობრძანდით. გილოცავთ. გილოცავთ. ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკებთ. გთხოვთ, შებრძანდით. ბაღში გადით. იქ უფრო მშვიდად იქნებით. კარგემ, კარგემ. რა გჭირს, რა მოხდა? ახალგაზრდა კაცია, სხვა სამსახურს უშოვით. გაჩუმდე. რას ნიშნავს რა მოხდა? ის ჩემი ძმაა. მორჩა. მივდივარ. ჯანდაბამდე გზა გქონიათ. მომისმინე ჰოსეინ. ჩავთვალოთ რომ ეს უკანასკნელი სიტყვები არ გამიგონია. დრო აგონს მოხვიდა. ჭუას ძალა დაატანე და პრობლემა დროულად მოაგვარე. უმამოდ გავიზარდეთ აიარა. თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდე. ღამეები ვმუშაობდი რომ ესწავლა. ძმას საკუთარი შვილივით ვზრდიდი. ქალაქ გარეთ რომ დანიშნეს ნერვიულობისგან არ მეძინა. შენ კი მთავაზობ, ჩემი სისხლი და ხორცი საკუთარი ხელით გავწირო. მაგას არ გავაკეთებ. მოკვდები და არ გავაკეთებ თაიარა. ეგეც ერთ-ერთი ვარიანტია, ჰუსეინ. შენ თავის შეწუხება არ მოგიწევს. ომერი რომ გაიგებს მისი საცოლე შენ მოკალე, მაინც არ გაცოცხლებს. არც დაფიქრდება. თვალსაც არ დაახამხამებს შუბლს ისე გაგიხრեց. შეცდომა შენც დაუშვი და მეც. ახლა ერთმანეთს დავიხმაროთ. ომერზე იფიქრე. მის მომავალზე. ნუ გაგწირავ, გემუდარები. ამას ომერის სახელითაც გთხოვ. ნუ მომკლავ. გემუდარები. გემუდარები. წეული მციყავთ აიარა. შენთან საქმე რატომ დავიჭირე? რას ამბობს? არაფერს. ვირივით გაჯიუტდა. იცოდე. რამე თუ შეეშლება, ორივეს ბოლოს მოგიღებთ. არ გაცოცხლებთ ალი. არაფერს მეტყვი? გეშინია? გული რომ გადგინე იმედონ? ჩემი გეშინია. ღირსი ვარ.
ჯანდაბა. ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია. ფათი, რას აკეთებ? ჩემი ბრალია. ფათი, არ გინდა, რას აკეთებ? არ გინდა, გთხოვ, ფათი. ომერ, ხელი გამიშვი, გთხოვ. უნდა ვილაპარაკოთ ელებ, ასე ვერ წახვალ. სალაპარაკო არაფერი გვაქვს. გასაგებია? ვიდრე არ მეტყვი არ გაგიშვება. დამთავრდა, გესმის? სათქმელიც არაფერი მაქვს. ისევ მეთინი არა? მან გაიძულა? მეთინი რა შუაშია, ომერ, გამიშვი. ასეა. გემუქრება? თუ რამე მოხდა და მიმალავ. რა უნდა მომხდარიყო? ელიფ. თვალებში შემომხედე და ისე მითხარე. გამიშვი, ვალდებული არ ვარ, რამე აგიხსნა. ხვდები უარს რაზე ამბობ. ჩვენს ურთიერთობას ნუ გაწირავ. ელიფ, ამას ნუ გააკეთებ. არ გინდა. ომერ, საკმარისია, თავი დამანებე. არ დამთავრებულა. არა, დამთავრდა. ომერ, გაგიშდი? ომერ, გამიშვი, რას აკეთებ? გამიშვი. შენ მე ვერაფერს მიბრძანებ, სინიორინა. აი გასაღებე. მომეცი. გინდა? ომერ, მომეცი. მომეცი. მიპასუხე. ომერ, მომეცი. ეს რა ჩაიდინე? ომერ, რას აკეთებ? რას ვაკეთებ და გაპატიმრებ. ვიდრე პასუხს არ მივიღებ, არ გაგიშვებ ელებ. უნდა გავიგო წუხელ რა მოხდა. ყველაფერს მიამბობ. სათქმელი არაფერი მაქვს. გასაგებია? ჩამოდე. გამომყევებ. ომერ. სახვევისად იპოვე. ოთახში, ალბათ დედა შენისაა, ხომ არ გაბრაზდება? არ გაბრაზდება. იყვარ ვარ. მაგრამ ჩემი გეშინია. მართალიც ხარ. ნაძირელა ვარ. ო, მეშინია. მაგრამ თან ვბრაზობ. რომ არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ. მე ფათიჰი ვარ. ძალიან მიყვარ ხარ. მინდა ჩემი ცოლი გახდე. ამისთვის სიცოცხლეს დავთმობ. ადამიანი რომ გაიცნო დრო გჭირდება. უცნობ გოგონაზე დაქორწინდებოდი ფათი. შენ ჩემ შესახებ ყველაფერი იცი. ჩემს წარსულზე, ჩემს ოჯახზე, მე კი რა ვიცი. მხოლოდ ის რომ გიყვარ ვარ. მეტი არაფერი. თუ ერთმანეთს არ ვიცნობთ, საყვარლები როგორ გავხდით? სიყვარული სხვა. დაქორწინება კი სხვა. დანიშნა ქორწილი. ამაზე არ მიფიქრია. ჩვენთან სხვაგვარად ხდება. ჩვენც ასე გვექნება. სახლიდან თეთრ კაბაში გამოწყობილს გამოგიყვან. მაგრამ ჩემთვის ეს დღე გაცილებით მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი. დედა შენი ახლახან გავიცანი. შენს ოჯახს არ ვიცნობ. არც ის ვიცი მამა შენი ამდენი სიბინძურის გაკეთებას რატომ გაიძულებს. მამა ამბობდა, როცა გოგო და ბიჭი ქორწინდებიან, მათი ოჯახები ერთიანდებიანო. შენ კი გინდა ცოლად იმას გავყვე, ვისაც არ ვიცნობ. ხშირად მეუბნები გეშინიაო. რომ მეშინოდეს აქ ვიქნებოდი? რომ მეშინოდეს ყველას დავუპირისპირდებოდი და შენთან გამოვიქცეოდი? მართალი ხარ. ყველაფერს გეამბობ ნილუფერ. მაგრამ გაფრთხილებ. ჩემი ცხოვრება შენი და შენი მეგობრების უზრუნველ ცხოვრებას არ გავს. ბავშვობა დისნეილენდში არ გამიტარებია. არც ისეთი ყოფილა შენ რომ გქონდა. მითხარე, სიმართლის გაგება ნამდვილად გინდა?
მომხსენი ხალხი გვიყურებს. ვიყურონ ელებ. იფიქრებენ გიჟია და გოგოს მოტაცება გადაწყვიტაო. კივა, თოზე წესიერად მოიქეცე. შენ უნდა გკითხო როგორ მოვიქცე. იცი რა, რაც მალე მიამბობ მით უკეთესე. გოშინ რა მოხდა? წუხელ ვერ მოხვედი. დღეს კი რაღაც სისულელეებს მეუბნები. ესე იგი ჩემი გადაწყვეტილება სისულელია? რა თქმა უნდა ელებ. მე შენ გიყვარ ვარ. წუხარ. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. ყველაზე დიდი ცოდვა პატივმოყვარეობაა. ჯობია ამაზე იფიქრო. კარგი ვიფიქრებ. მაგრამ შენ არ დაგთმობ. არ ვიცი რა მოხდა. არ ვიცი. მაგრამ წინასწარ დაზეპირებული ფრაზებით აღარ დამელაპარაკო. ელებ, თვალებში შემომხედე. შემომხედე და მითხარი. მითხარი რომ აღარ გიყვარ ვარ. ომერ, ეს უკვე მეტის მეტია. თავი მომაბეზრე. ბავშვივით ნუ იქცევი. ძალიან კარგად ვიქცევე. თუ დამჭირდება აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი. მალე დარწმუნდები რომ ჩემგან გაქცევა შეუძლებელია. გთხოვთ. ომერ, გთხოვ, ბორკილები მომხსენი. გასაღების გარეშე ბორკილებს ვერ გავხსნენ. ეს ერთი, რომ გავხსნათ ხელოსანი დაგჭირდება. ეს მეორე. და ცოტა ჭუას მოვუხმენ. ეს მესამე. თორემ თავში ირცხვენ. არ მაინტერესებს. მომხსენი. ნუ ურჩობ, ხელი გიტკინება დაწყნარდე. შვიდად. კარგი, დალაპარაკება გინდა? მშვენიერია. მშვენიერია. უკვე მომწონხარ. ჯერ ერთი. წესიერად მელაპარაკე. მეორე. ბრძანებას ნუიძლები. და მესამე. თუ ჩემთან დალაპარაკება გინდა ბორკილები მომხსენი. გაფრთხილებ. ასე მიზანს ვერ მიაღწევ და თავსაც შეირცხვენ. მამა არ მყავდა. მე და დედა ადანაში ვცხოვრობდით. დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი. ერთ დღეს სახლის წინ რომ თამაშობდი, ვიღაც კაცი მოვიდა. 5 და 6. პატიჰი შენ ხარ? ყინულივით ცივი იყო. ნაძალადევად გამიღიმა და დედა ჩემი ეკითხა. ვუთხარი სახლშია მეთქი. სახლში შევედით, დიდხანს ლაპარაკობდნენ. მერე მე დამიძახეს. მას შემდეგ სტამბოლში ვართ. ამ მდგომარეობაში საჭესთან მჯდარ ხარ? არა, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩემი მანქანით წავალთ. შეჩვეული იქნები. არც მიკვირს. ალბათ თავს იწონებ ხოლმე. ვერ წარმოიდგენ პოლიციის აკადემიის შემდეგ ამ მეთოდით რამდენი გოგო მყავს მოხიბლული. თუ ასეა, კომისარო, გეცოდინება მანქანაში როგორ უნდა ჩავსხდეთ. ჯერ მე შევალ, მერე შენ. საკმაოდ გრძელი ფეხები გაქვს. შეეტევი? ახლა ვიგაჩვენებ, ნუ ღელავ. ერთი წუთით. ახლავე. გელოდები. ახლა დაჯექემ. გაიწიე. ახლავე დამაცადე. ესეც ასე. მშვენიერია. უკაცრავად. თუ არ შეწუხდები, გასაღები გამომართვი და დაქოქე. შენ დაქოქე. მიჩვეული ხარ. მე ღვეც შევიკრავ. კარგი, შეიგარე. სად არის? ესეც ასე. წავიდეთ. ჯერ სადღაც ქოხში დაგვესახლა, მერე კი აქ გადმოგვიყვანა.
აქ გავიზარდა. დედა ჩემი იმ დღიდან აქ ცხოვრობს. ბიძა ჩემი 6 თვეში ერთხელ მოდიოდა. ბავშვის ამბავი ხომ იცი? რადგან გვეხმარებოდა მისი მადლიერი ვიყავე. მასთან დაახლოება მინდოდა. ვცდილობდი შევყვარებოდე. რომ დედა ჩემს კარგად მოგცეოდა და უფრო ხშირად მოსულიყო. ის კი ერთხელაც არ მომფერებია. მოიცადე, დავიბენი. ამბობ, მამა არ მყავდაო, მაგრამ ადრე მითხარი ცოცხალიაო. მამა ჩემი ცოცხალია. ბიძა მეგონა და მამა ყოფილა. არ გაგიკვირდეს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ეს მწარე სიმართლე 8 წლის სასახში გავიგენილ უფერო. მაგრამ ისე ვიქცევი თითქოს არ ვიცი რომ მამა ჩემია. მის ბინძურ საქმეებს ვაკეთებ. შეკებას ველოდები. ჩემი სულელი ძმის უზრუნველ ცხოვრებას შორიდან ვუყურებ. სულ ეს არის. იმ კაცმა შენ და დედა თავის სახლში რატომ არ წაგიყვანათ? ზოლიანი იყო? ნეტა ასე ყოფილიყო. ნამდვილი ერაკაცია. დედა ჩემი გააუპატიურა. სერიალს გავს არა? რა საშინელებაა, ფათი? ვინ არის ის კაცი? რა ჰქვია, მითხარი? ჯანდაბას მისი თავი ნილუფერო. ერთი სიკეთე მაინც გააკეთა. მისი წყალობით გაგიცანე. შენ ჩემი ხარ. ჰუსეინის საქციელი მაფიქრებს ალემ. ნერვიულობს. ბოლოს და ბოლოს საქმე მის ძმას ეხება. შენც ხომ არ ნერვიულობ? რა სისულელეა? ომერი რაში მადარდებს? რადგან ასეა? ჰუსეინის წუწუნს ყურადღებას ნუ მიაქცევ. მაგას მე მივხედავ. ვიცი როგორ მოვარჯულო. ახლა თამაშიდან ვეღარ გავა. ამაზე მანამდე უნდა ეფიქრა, ვიდრე გაგვირიგდებოდა. ჰუსეინს როგორ დაერწმუნებ? საკმაოდ პრინციპული ჩანდა. პრობლემებს მანამდე ვაგვარებ, ვიდრე გაჩნდება ალი. ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვარ. ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ და ზომებს ვიღებ. თუ გინდა უფრო გასაგებად აგიხსნი ალი. ჰუსეინს ისეთი მახე დაბუგე. იქიდან თავს ვერასდროს დააღწევს. რასაც ვეტყვი იმას გააკეთებს. იმ კაცის ქონების ნაწილი მეც მეკუთვნის. არ ვაპირებ ყველაფერი ჩემს იდიოტ ძმას დავუტოვო. მალე რომში მივემგზავრები, რომ დავბრუნდები ყველაფერი შეიცვლება. ის კაცი ჩემს მამობაზე უარი რომ თქვა გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. რაც სამართლა ყველაფერს დავიბრუნებ. და შენთან და დედასთან ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებ. თუ გენდომება რა თქმა უნდა. თუმცა ამ ამბის მოსმენის შემდეგ არ გამეგვირდება უარს თუ მეტყვი. არ მეგონა ერთ ღამეში აზრს თუ შეიცვლიდე. მაგრამ რა გაიწყობა? იტალიაში ალბათ ასეთი წესია. ქცევას და დაპირებას მნიშვნელობა არ აქვს. არადაუპირობო სიყვარულზე რა აღტაცებით მელაპარაკებოდე. ან მე ვერ გავიგე კარგად. ან ეს უპირობო სიყვარული რა არის არ იცი. ან სხვანაირად გესმის. ელიფ, ყველაზე მტკივნეული იცი რა არის. ყოველთვის როცა გულს ხსნი და შენკენ ნაბიჯს დგამ, გამუდმებით ტყუილს ვაწყდები. დღესაც ასე მოხდა. ჩვენ სიყვარულს ხელს ყველაზე მეტად ტყუილი უშლის. შენი 1000 გვარი ტყუილი და საიდუმლო.
უკაცრავად, მაგრამ ვერ ხვდები რას გულისხმობთ. ომერთან ვერ იცხოვრებ, შვილო. თქვენი ურთიერთობა შეცდომაა. სამი ბეი. ჩემსა და ომერის ურთიერთობაზე უცხო ადამიანთან საუბარს არ ვაპირებ. ომერს შენთან ურთიერთობა მე ავუკრძალე. არაფერი უთქვამს? არა. იცი ეს რატომ გავაკეთე? იმიტომ რომ ომერი ძალიან მიყვარს. შვილივით მიყვარს, გესმის? რომ გავიცანი პოლიციის აკადემიის სტუდენტი იყო. ერთხელ მამამისი მაღაზიაში გაურკვეველი მიზეზით მოკლეს. მაშინ გადაწყვიტა რომ პოლიციელი გამხდარიყო. მაშინ გამოუცდელი იყო, მაგრამ შეუპოვარი და ჭვიანი. ომერი ძალიან გონიერია. ბრწყინვალე მომავალი აქვს, მაგრამ შენ ხელს შეუშლე. მის მომავალს გაანადგურებ. ასისულელია. ეს რატომ უნდა გავაკეთო? ამ ოპერაციას თაღლითური დაჯგუფების გამო სააშკარავებლად ვატარებთ, ხომ ასეა? იმ დამნაშავეებს თავს დააღწევ. მე პირობას შევასრულებ. ციხეში არ მოხვდები და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდები. მაგრამ ეს ამბავი ამით არ დასრულდება, რადგან იმ ხალხთან ერთად ფულს მამა შენიც ათეთრებდა. ეს შენს რეპუტაციას შეარყევს. და შენთან ერთად ომერის სახელით შეილახება. მამა ჩემი საქმიანობასთან ომერს რა კავშირი აქვს? ომერს ვიცნობ. ძალიან უყვარხარ. დაქორწინებას მოინდომებს. ჩვენი პროფესია სხვა პროფესიებისგან ძალიან განსხვავდება. პოლიციის ოჯახი უნაკლო უნდა იყოს. პრობლემაც ესაა. ერთად რომ იქნებით, ჭორები აგორდება. თქვენს ჰოლდინგში დიდი აურზაურია. ეს ომერის საქმიანობაზეც იმოქმედებს. რადგან შენს დაცვაზე იფიქრებს და სასურველ შედეგს ვერასდროს მიაღწევს. ომერი ჭკვიანი ადამიანია, მიზეზს აუცილებლად მიხვდება. შენ არ დაგთმობს, მაგრამ პროფესიაზე უარს იტყვის. განცხადებას დაწერს და წავა. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მიხვდება, რომ ოცნებებზე შენ გამოთქვა უარი და გრძნობა გაუნელდება. გაღიზიანდება და იფიქრებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი დაბრკოლება შენ ხარ. თქვენი სიყვარული იმედგაცრუებით დასრულდება. სამი ბეი. თქვენ მარტო პოლიციელი კი არა. წინასწარმეტყველი და ფსიქოლოგიც ყოფილხართ. ელიფ, ორი არჩევანი გაქვს. ან ომერთან ერთად ოპერაციას ბოლომდე მივიყვანთ და ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებ. ან შენ საუკეთესო წლებს ციხეში გაატარებ. ამასობაში შენი ფირმა გაკოტრდება. დები უპატრონოდ დაგრჩება. როგორც გავიგე, ამ ხრივ დაუცველები ყოფილან. ფულის და სიმდიდრის გარეშე არაფერს არ მოადგენენ. მერე რა მოხდება? წლების შემდეგ ციხიდან რომ გამოხვალ, არც სახლი დაგხვდება, არც მეგობრები, არც ახლობლები და სულ მარტო იქნები. გესმის, სულ მარტო. ესე იგი არჩევანის წინაშე მაყენებთ. ან ოჯახი, ან ომერი არა? შენზე მეტად ომერის ბედი მაღელვებს, შვილო. მის პროფესიულ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლება შენ ხარ. ან შენ იქნები, ან პროფესია. თუ გიყვარს, უარი უნდა თქვა. საჭეს მოგიდე ხელი. გისმენთ? კომისარო, ჰალილის მეუღლე ვარ. გისმენთ? ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით რაღაც გამახსენდა და ამიტომ გირეკავთ. გასაგებია. დამელოდეთ, მალე მოვალ. კარგი? ომერ, ამ მდგომარეობაში სად მივდივართ? თანერის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი გარემოება გამოჩნდა. ახლავე უნდა წავიდე. ასე ხომ ვერ წავალთ. ჯერ მოვახსნევინოთ. შენ საქმე გაქვს. მეც ოფისში ვარ წასასვლელი. თუ ხარ სინიორინა, მაგრამ რაღაც დროით ჩემთან ყოფნა მოგიწევს, არ გაგიშვებ. მაბადიეთ, მაგრამ უამრავი საქმე მაქვს.
მეჩეთში უნდა წავიდე. კიდევ 10 წუთი. ხოჯა მიბრძანდებით? როგორ ჩანს დარწმუნებულები არ ხართ? დაფიქრდით, აწონდაწონეთ და მერე დამიკავშირდით. მაპატიეთ, ჩემი ბრალია გალოდინეთ, მზად ვარ, შეგვიძლია დავიწყოთ. მართლა? ჩემი ცოლი მართლა გახდები? ოღონდ ცოლს ნუ დამიძახებ, სხვა რამე მოიფიქრე. მეუღლეს დაგიძახებ, რა მნიშვნელობა აქვს? საქორწინო კაბა საჭიროა? თეთრი თავსაბურავი გვაქვს. კარგი. შვილო, რა გჭირს? ისეთი არაფერია დედა. წამოდე. კომისარო, მოვედით მანქანი და როგორ გადავალთ? დამეხმარეელებ. ნასაღები მომაწოდე. ძალიან ადვილია, ჯერ მე გადავალ, მერე შენ. იმ ხალხს ნუ დაელაპარაკებე. ნორაფერს გითხოვ, ნუ შეეშინებ, კარგი? საქმეს მომაცდინე, ვალდებული ხარ ამიტანო. რაზე შევთანხმდით, სინიორინა? უნდა დამიჯერო. კარგი, დაელაპარაკე დროზე. რა მალე მოხვედით, კომისარო? იქნებ თქვენი ნათქვამი ძიებას დაეხმაროს. მითხარით, ნუ გერიდებათ. უცხო არ არის. ერთი რამ მაინტერესებს. ჰალილი ახლა ციხეშია? ჩემი ნათქვამი ხომ არ დააზარალებს? ხომ დაეხმარება? ნუღელავთ, თქვენ ჩვენ გვეხმარებით. სიმართლეს გვეუბნებით. სიმართლე კი ყოველთვის იმარჯვებს. ასე რომ შვიდად იყავით. ის მდიდარი კაცი, ფოტოსურათი რომ აჩვენეთ. თაიარდუნდარე? დიახ, თქვენ რომ წახვედით, ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე, ახალ ამბებში. რაღაც ფონდი ჰქონია, კიდევ საავადმყოფოები. უცებ გამახსენდა, რომ ჰალილი მის საავადმყოფოში მუშაობდა. კოზიათაკის საავადმყოფოში. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.